ძალიან საინტერესო წიგნი მინდა შემოგთავაზოთ, რომელიც ახლა თქვენს ეკრანზე გამოჩნდება, ბოლნისის კულტურული მემკვიდრეობის კატალოგი. ზოგადად ბოლნისის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავი ძეგლებით. ეს ძეგლები თამამად გეტყვით, რომ ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას და ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა იმისათვის, რომ ეს კატალოგი გამოცემულიყო, თუმცა ამ თემაზე სასაუბროთ უფრო კარგად და უფრო საინტერესოდ, რა თქმა უნდა, სტუმარი უნდა შემოვიპატიშოს სოსო კოპალიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი, აი საჩუქრათაც მოგვიტანა წიგნები, მე ეს რა თქმა უნდა ბიბლიოთეკაში წამეხო და აჰა, საჩუქრები წიგნები. სოსო ბატონო, მოგესალმებით. სახშიც გექნება. სახშიც გვექნება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო წიგნია, იშვიათად რომ მუნიციპალიტეტს აი ესეთი დიდ მის ისტორიულ მემკვიდრეობას ასეთი დიდი შრომა მიეძღვნეს. მოდით გითხარით, რამდენი ძეგლია შესული, რა კატეგორიებია, იმიტომ რომ ბოლნისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თავისი ისტორიული ძეგლებით. პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა ამ წიგნისა ესე არაჩვეულებრივად ჯერ დაინტერესებისთვის და მე წარმოჩენისათვის. ეს არის ფაქტობრივად სრული აღწერა და ნუსხა ბოლნისში მდებარე ისტორიული ძეგლებისა. 165 ძეგლი შევიდა ჩვენი 4 წლიანი კვლევის შემდეგ, თუმცა ვარაუდობთ, რომ დაახლოებით 5-დან 10-მდე ძეგლი დაგვრჩა, რომელიც საისტორიო წყაროებში მოგვეპოვებოდა. ფიზიკურად მიუვალი ადგილები იყო, ან ვერტფრენი საჭირო იმისათვის, თან მით უმეტეს კოორდინატების დადგენაც ცოტა რთული პროცესი იყო და შესაბამისად რთული სამუშაოა. კოორდინატები რომ ახსენეთ, რას ნიშნავს ეს? აქ საგანგებოდ არის წიგში პირველად შემოხვდა ასეთი რამ, QR კოდები, აი რითი ისარგებლებს, მოდით კიდევ ერთხელ გაჩვენებ, რითი ისარგებლებს ადამიანი, ვინც ამ წიგს გამოიყენებს, რა არის ეს QR კოდები? ეს არის უნიკალური მიგნება, ერთობლივად შევემუშავეთ ეს იდეა, რომ ფაქტობრივად თითოეული ძეგლი 165 ძეგლიდან გეოგრაფიულ კოორდინატებზე ფაქტობრივად Google-ში ჩვენ შეგვიძლია აი მარიკამ. აი ვაკეთებ ახლა. ხო, მარიკამ შეიძლება გააკეთოს. ფოტოს ხსნით და ჩვეულებრივ დავანახოთ უნდა QR კოდი. დავასკანერებ და მე Google-ის საძიებო სისტემა, Google Map-ი მიგვითითებს სად წავიდეთ. ანუ უფრო კარგად რომ გამარტოთ, მე თუ მომინდა ამა თუ იმ ძეგლის ნახვა, უკვე უფრო ადვილია ეს, ვიდრე თქვათ რაღაც რუკი, წიგნი ძებნა და ასე შემდეგ. ელექტრონული საშუალება. აი ზუსტად ეს სწორად აღნიშნე შენ და ერთი მთავარი რამ მინდა ვთქვა, ანუ 80-იან წლებში ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით პასპორტიზაცია ძეგლების, მათ შორის ბოლნისიც არ იყო გამონაკლისი ამ მიმართულებით და ჩვენ გქონდა რაღაც გარკვეული ნაწილი ამ პასპორტებისა, თუმცა ეს საჭიროებდა შემდეგ გადახედვას და სწორედ ამ 4 წლიანი მუშაობის პროცესში ჩვენ ეს ჩავატარეთ. მაგალითად მინდა მოვიყვანო ერთ-ერთი დარბაზის ხეობაში იყო მითითებული გეოგრაფიული კოორდინატები, მაგრამ მივედით და იქ არაფერი არ დაგვხვდა. ანუ არასწორი კოორდინატი იყო და მე ჩვენ ჩავასწორეთ ის ძეგლი სადღაც 2 კილომეტრში აღმოჩნდა. არჩეულებრივი უნიკალური ძეგლი. ანუ დაზუსტდა. იცით რა მაინტერესებს? ჩვენ რო საჩუქრად მოგვიტანეთ ეს ძალიან სამადლობელი და კარგია, მაგრამ მაყურებელს სუჩდება ეს შეკითხვა, რომ ჩვენ სად შევეხოთ ამ კატალოგს, ან შევიძინოთ, ან ხელმისაწვდომი სად იქნება, ან ბიბლიოთეკებში თუ დარიგდება, აი სად გავრცელდება და ვისთვის არის ეს მიმართული? პირველ რიგში ეს არის წიგნი გამოცემული მცირე ტირაჟით, რომელიც ეგრეთ წოდებული საპილოტეა ჩვენი მხრიდან და ჩვენ ახლა ვეძებთ სპეციალურ ფორმას, იურიდიულ ფორმას, რომ ეს წიგნი დაიდოს ან ბიბლიოშიან ნებისმიერ სხვა მაღაზიაში და გაიყიდოს შესაბამისად ფაქტობრივად რაც მარიკამ აღნიშნა, ძალიან ბევრი ბოლნისელია დაინტერესებული, რომ ეს სამაგიდე წიგნი მათ სახლებში არსებობდეს და მე ვფიქრობ ამ შეთანხმებას მალე მივახცევთ. ვფიქრობ არა მხოლოდ ბოლნისელები, არამედ რა ვიცი, ალბათ ყველა ქართველი სამაგიდო წიგნი უნდა იყოს ერთ-ერთი. ბოლნისის ისტორიული ძეგლები, ხო ძალიან ბევრი ძეგლი არის შესული, მე ბევრი ნანახი მაქვს მე თვითონ, ძალიან საინტერესოა ზოგადად ეს მხარე, თან იქ ყოველთვის მიკერძეებული ვარ, სადაც ბევრი სვანი ცხოვრობს და შესაბამისად ბოლნისი სავსეა სვანებით. საინტერესოა ამ ძეგლების მდგომარეობა, იმიტომ რომ ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ძველი თარიღით თარიღდება, როდესაც თქვათ შეიქმნა, აშენდა და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. მე 3 კატეგორიად დავყოფდი აი ამ ძეგლების მდგომარეობას. პირველი ეს არის რესტავრირებული, რაც ძალიან მახარებს და აქვე მინდა აღვნიშნო ქართულ ფონდის ჩართულობა და ძალიან დიდი როლი.
აქამდეც იყო ინფორმირებული ჩვენთვის, რომ ის მთელი საქართველოს მასშტაბში აკეთებს რესტავრაციას ისტორიული ძეგლებისა. ერთ-ერთი ძეგლი, რომელიც აი ზუსტად ახლა ჩანს ეკრანზე, ეს არის არქევანის ეკლესია. ჩვენ რომ მივედით, პირველად იყო სრულად დანგრეული და სარესტავრაციო, ჩატარდა კვლევა და შემდეგ 2 წლის შემდეგ მივედით უკვე აღდგენილი იყო. ეს არაჩვეულებრივი რამაა. მეორე შემიძლია ვთქვა, რომ სარესტავრაციო და მესამე ალბათ სპეციალისტები ესე ვარაუდობენ საკონსერვაციო, რომ კონსერვაცია მოხდეს ამ ძეგლებისა. ზოგიერთი მათგანი აბსოლუტურად დანგრეულია, მაგრამ ჩვენ მაინც შევიტანეთ კატალოგში, რომ ის ყოფილიყო საისტორიო წყაროებიდან ცნობილი. სუსუ ბატონო, არ მინდა რაც ქათინაური გამომივიდეს, მაგრამ გეტყვით, რომ ეს არის დიდი ეროვნული საქმე, ბოლნისის ისტორიული ძეგლების ასე აღწერა, იმიტომ რომ ეს რაიონი ისტორიულად ყოველთვის იყო მრავალფეროვანი. ხდება იყო სირთულეებიც, ბევრი ცდილობდა ამ ძეგლების მისაკუთრებას, რაღაც გადაკეთებებიც იყო. მე საგანგებოდ გავეცანი და ვნახე, რომ ხედავთ ამ ისტორიას, რა გადაკეთდა, რა შეუნარჩუნდა და გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს მრავალფეროვნებაც არის გადმოცემული. არის მუსლიმური მავზოლეუმები, არის ხიდები, არის გერმანული დასახლებები და გარეკანზე სწორედ ესა გვაქვს დატანებული, რომ გითხარით, აი რა კატეგორიები ამ წიგნში შეტანილი. ესე იგი, როგორც აღნიშნეთ, პირველი მთავარი მიზანი ამ წიგნის გამოცემისა და ამ ძეგლებზე მუშაობისა იყო ეროვნული იდეა, ბუნებრივია და ცხადია, რომ მრავალფეროვნება, რაც ბოლნისში არსებობს თავისი რელიგიურობით და ეთნიკურობით, წარმოჩენილი იყო ისე სისავთ და განსაკუთრებით ახლა ეს გასაკვირი არ იქნება ამ ისტორიულ ძეგლებში ჭარბობს, მე ვიტყოდი დაახლოებით 80% არის ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლები. თუმცა ჩვენ არ დავტოვეთ აქ მაგალითად კოშკების დასურათება და აღწერა, საცხოვრებელი სახლები გერმანული მემკვიდრეობიდან და არა მარტო გერმანული მემკვიდრეობიდან, ხიდები, ციხეები, მავზოლეუმები, იგივე სამაროვნები, მეჩეთები, მათ შორის 2 მეჩეთი გვაქვს, რომელიც მე-19 საუკუნისა და ისტორიული ძეგლის სტატუსს ატარებს. ანუ ბუნებრივია ცხადია ისტორიული ძეგლები, რომელიც ერთ-ერთი უძველესია, მოგეხსენებათ ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უდიდესი, თუმცა ბევრი სხვა ძეგლი საქართველოს სიამაყეა ბოლნისის სიონი. აი სხვათა შორის მე ძალიან მომეწონა ეს რუკა პირველივე გადაშლაზე, რომელიც ჩანს, იმიტომ რომ აქ ჩანს რომ მთელი რეგიონი ყველა მიმართულებით არის სათვისებული აი ამ სხვადასხვა კატეგორიის მქონე ძეგლებით. ანუ ეს არ ნიშნავს რომ ბოლნისში მაგალითად ცენტრში უნდა ჩახვიდე და მხოლოდ სიონი ნახო. შეგიძლია ყველა მიმართულებით რაღაც აღმოაჩინო. სამწუხაროდ მაინც საექსკურსიო ნაწილში უფრო შეზღუდულია ხოლმე ინტერესი, უფრო მეტად ეს არის სულხან-საბას სახელთან რაც არის დაკავშირებული, ტანძია, სიონი და ამით ამოიწურება და აი აქ ჩანს რომ გაცილებით მეტია რეალობაში, ვიდრე მხოლოდ თქვათ ტანძია და ბოლნისის სიონი. სწორედ იმ გეოგრაფიული კოორდინატებით, რომელიც ჩვენ აი ამ ექსპედიციების დროს მოვაგროვეთ, გიორგი ბურჯანაძემ, ეს არის სააგენტოს თანამშრომელი, შექმნა ეს რუკა სპეციალურად ზუსტი კოორდინატები დაიტანა სწორედ იმ კატეგორიებით, რომელიც აქ არის. Google Map-ია ფაქტობრივად ციხეში გადატანილი. ნამდვილად მე მინდა სიამაყით თქვა ბოლნისისთვის და საქართველოსთვის, რომ ფაქტობრივად ახლა მოგეხსენებათ ერთ პატარა რეგიონში 165 ძეგლი, რომელიც შესულია და კიდევ დაახლოებით 10, რომელიც ფიქრობთ რომ არსებობს. საკმაოდ მდიდარი მემკვიდრეობა არის და საქართველოში ვფიქრობ აი მცირე რეგიონებში მაინც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიუხვით. ეკო, შენ რაღაც კითხვა ხო არ გინდა თუ ვიკითხო? იკითხე რა თქმა უნდა. მოკეთ ორივე იძახდა სანამ თქვენ შემოხვიდოდით რომ სამეგრელოს რაღაცნაირად დაუკავშირებდი ამ ამბას. ერთ რამეს ამას ვიტყვი რომ ნამდვილად ნებისმიერმა რაიონმა საქართველოს ასეთი რამ უნდა გააკეთოს და დარწმუნებული ვარ რომ ეს სამეგრელოში მოხდება, თუმცა ეხლა ერთი მთავარი კითხვა. პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს ამ წიგნს და მე რომ დავათვალიერე ეს წიგნი, ვთქვათ, ჩემთვის ბევრი ფავორიტი გამოვყავე. მაგალითად, ფოლადაურის ხიდი, რომელიც საერთოდ არ მქონდა ნანახი. როცა მუშაობდით, აი რა გამოიკვეთა თქვენც მონაწილეობდით ამ ექსპედიციებში? თუ გაჩნდა თქვენთვის ფავორიტი ძეგლები და ადამიანი, რომელიც დაათვალიერებს ამ წიგნს, პირველი რას ურჩევთ, რომ მან დაათვალიეროს, ნახოს იმისათვის, რომ წარმოდგენა შეექმნას. აი მაყურებელი ხედავს აი ფოლადაურის ხიდს, ნახე რა სასწაულია და დარწმუნებული ვარ, როგორც კი აი კარგი ამინდები გამოვა, ჩვენ გადამღები ჯგუფი ჩამოვართ, იმიტომ რომ სამმალიანი ხიდიც ყოფილა თქვენს რეგიონში. მოდით აი ფავორიტები რაჭისუბლის ხიდად წოდებული სამმალიანი ხიდი, ასევე არაჩვეულებრივი არქიტექტურული ნიმუშია.
ეგრეთ წოდებულ კუზიან ხიდს ეძახიან ჭაპალას ხიდი. კი ბატონო, ჭაპალას ხიდი ხედავთ აქ და ფოლადაურის ხეობაში ჩვენ აღმოაჩენეთ, რომელიც ჩანდა ეს ერთ-ერთი ხიდი თამარის ხიდა და წოდებული ხიდი. აი, თამარის ხიდზე ბოდიში უნდა მეკითხა, საქართველოში ძალიან პოპულარულია განსაკუთრებით მაღალთი აჭარაში, ყველა ხიდი არის თამარის ხიდი. აქ თამარმა გაიარა და უნდა მეკითხა, რომ ასეთი მრავალრიცხოვანი ხიდების შემთხვევაში თქვენთან თუ არის თამარის ხიდი თქვენ პირდაპირ ახსენეთ. მთელ საქართველოში არსებობს თამარის ხიდები და ფაქტობრივად ფოლადაურის ხეობა ეს არის ხეობა, რომელიც ძალიან მდიდარია განსაკუთრებით მართლმადიდებლური ეკლესია მონასტრებისა და ესეთი ხიდეებისა და ციხეების მხრივ. აქვე შეკითხვას მინდა უპასუხო, რომ ნუ ფაქტობრივად ამ 4 წლის განმავლობაში მე აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩემს არაჩვეულებრივ გუნდს, ვისთან ერთადაც ეს წიგნი გამოვეცით. პირველ რიგში მინდა ვახსენო სააგენტოს არაჩვეულებრივ თანამშრომელი ქეთი დიღმელაშვილი, რომელიც რედაქტორია. ნამდვილად შემოკლებით თქვი. და ჩემი ძვირფასი თანამშრომლები ალექსანდრე მანაგაძე, ნინო ხუმარაშვილი, ნინო ჯანაძე, მარიამ პაპიაშვილი, რომელთა გარეშე ფაქტობრივად ამ წიგნს ვერაფერს გაუკეთებდით. 70 ექსპედიცია ანონში ჩანდა, დაახლოებით 70 ექსპედიცია ჩატარდა აი ამ ყველა ძეგლზე და ზოგიერთ ძეგლზე როგორც უკვე მოგახსენეთ, ორჯერ სამჯერ ვიყავით, მაგრამ ერთი გასვლა ხანდახან მოიცავდა 5, 6, 7 ძეგლის მონახულებას და ამ მონახულებაში ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ ჩართული და მე აქვე მინდა გავიხსენო არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი, მოგზაური, ძალიან ძვირფასი ადამიანი ნიკო ჯავახიშვილი, რომელიც ჩართული იყო და სწორედ ამ წიგნის გამოცემის პროცესში მოულოდნელად გარდაიცვალა და მადლობა მინდა უთხრა და ვახსენო ეს ადამიანი. აი ხა კადრში ვაჩვენებთ კაზრეთის სამების ბარელიეფებს, რომელიც არის მართლა საოცრება და კიდევ მოვნიშნე ერთი ჩემი ფავორიტი, ეს არის აი ეს სენაკი კიანეთში. მოგეთ, მარიკა მოდის კიანეთის და კაზრეთის გადასაღებად. მე მოვდივარ ხიდების გადასაღებად. კი ბატონო, იმას მიძლებთ დიდი სიამოვნებით. აი კადრში ჩანს კულტურის ცენტრის მთავარი ოფისი, რომელიც არის გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ნუ ფაქტობრივად იმ ცენტრში, სადაც ქალაქი მდებარეობს, არის გერმანული კულტურული მემკვიდრეობის საყოფაცხოვრებო სახლები. სოსო ბატონო, ჩვენ რო ვისაუბრეთ გუშინ და ვიბზადებოდით ამ თემისთვის, ერთი ძალიან საინტერესო რამ მოვისმინე და მოდით ეს თემაც გავშალოთ. თქვენ მითხარით, რომ აი ექსპედიციების დროს წააწყდით რამდენიმე სტელას, რომელიც გადაიტანეთ მუზეუმში. ანუ როგორც ჩანს, მიმდინარეობდა სამეცნიერო კვლევებით, ან თუ ნახულობდით არტეფაქტებს, რომელსაც ქვეყნის ისტორიისთვის აქვს მნიშვნელობა, ხდებოდა შესაბამის სივრცეში. როგორი იყო ეს პროცესი? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს როლი და ჩართულობა მთელი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით ბოლნისში და აქვე ვისარგებლების შემთხვევით და ახალი ხელმძღვანელს მიულოცავ პოსტზე დანიშნავს და მე ჩვენს ულოცავთ ქალბატონ თეას და დარწმუნებული ერთობლივად კიდევ ბევრი სხვა ღონისძიება ჩატარდება. რაც შეეხება შეკითხვას, მე მინდა აქვე აღვნიშნო ფაქტი იმისა, რომ ჩართულობა ჩვენ დღემდე ვართ ჩართულები წიგნი გამოვეცით გასაგებია, მაგრამ თუ კი სადმე რაიმე ან ვანდალური ფაქტი შეინიშნა, ან რაიმე სტელა აღმოჩნდა, მუდმივ კავშირზე ვართ სააგენტოსთან, ისინი ჩამოდიან, აღწერენ ამ ყველაფერს. ერთ-ერთი ესეთი ფაქტი 2020 წელს შუა პანდემიის პერიოდში ნასახლარი აღმოჩნდა, რომელიც ნასახლარზეც ძალიან ბევრი საინტერესო სტელა იყო. რა თქმა უნდა, საკვლევად ჩვენ ეს ეროვნულ მუზეუმს გადავეცით. შემდეგ უკვე ფოლადაურის ხეობაში ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში მართლმადიდებლური ეკლესია მონასტრის ესე იგი ნასახლარი და ამავდროულად ნამონასტრალი ადგილი ვნახეთ, სადაც აღმოჩნდა ეს სტელები და არაჩვეულებრივი წარწერები მათ შორის, რომელიც რაღაც საისტორიო წყაროსაც კი წარმოადგენს, როგორც თქვენ ამბობდით, რომ რაღაც გარკვეული გადაკეთებები ხდებოდა შუა პერიოდში ამ ისტორიისა და სწორედ ეს უტყუარი დასტურია ამ ყველაფრისა. მე მინდა აღვნიშნო ასევე წუღრუღაშენის ერთ-ერთი უნიკალური მიგნება იმ არქიტექტურისა, რომ მტრის ხელი რო შეეხებოდა, ალბათ მე დარწმუნებული ვარ ეს ჩანაფიქრი იყო აქ, რომ შეეხებოდა და ანგრევდა, ნუ რაღაცა იდენტობა რო არ წაშლილიყო, ამოტრიალებულ მხარეს ერთ-ერთი კარის საკეთის მხარეს არის ბოლნური ჯვარი დატანებული ქვაზე ამოტვიფრული, ერთ-ერთი უნიკალური მიგნება და ეს არის წუღრუღაშენის შესანიშნავი რამ არის ჩვენი ლაშა გიორგის სიყვარულსაც უკავშირდება. მოდით რამდენჯერ ისეთი ნამუშევრები, აი ხა ეს თუნდაც ეს კაატის ბარელიეფი. კი, ფოცხვერი, ესე მინდა ვთქვა. ფოცხვერი, ხო? დიახ. როგორი ნამუშევარია, რანაირი ხარისხია, ხო? ბოლნისი ამ თვალსაზრისით არის განძის სხვათა შორის ერთი პატარა მოსაზრება არსებობდა ბუნებრივია, მოგეხსენებათ ჩვენ არა მარტო შოთა როსტოველის ვეფხისტყაოსნის ქვეყანა ვართ, უფრო გაცილებით მანამდე
ასევე ვეფხისა და მოყმის ქვეყანა ვარ და ჩემთვის იყო გაკვირობა რომ ბოლნისში აი ამ ექსპედიციების დროს უამრავ ძეგლზე, სტელაზე, მართლმადიდებლური ეკლესია, მათ შორის ხიდზეც არის აი ფოცხვერის რაღაც სიმბოლო, რაღაც გარკვეულ ბუნებრივია სამეცნიერო დებატებში არხევა. ნამდვილად ეს არის, იმიტომ რომ იმ პერიოდში როგორც ჩვენ აღმოვაჩინეთ და იყო საუბარი ამ თემაზე, როცა ვიკვლევდით და სამაგიდო მუშაობა მიმდინარეობდა, რომ რაღაც ფოცხვერი, ვეფხვი, აი რაღაცა ერთი ჯიშისთან დაკავშირებული. ერთი ჯიშის არის ფოცხვერი საქართველოში არის, ვეფხვი არ არის საქართველოში და შესაბამისად სავარაუდოდ ფოცხვერზე იყო საუბარი, როცა ვეფხვი და მოყმეზე წერდა. აი ფოლადაურშიც ვიპოვე ბოლნური ჯვარი, ბოლნური, რომელიც ასევე ქვის ქვეშ არის მოქცეული. უტყუარი მტკიცებულებები ფაქტობრივად იმისა, რომ ნამდვილად ქართული ტერიტორია, ნამდვილად ქრისტიანული ერა არსებობს სასაფლაოზე, აი იმ სტელებზე, როსაც ლაპარაკობთ, ქრისტიანულ ხუროთმოძღვრების ძეგლებზე ყველგან არის ის ნიშა დატანებული და ბუნებრივია ხა ამაზე მეტი მტკიცებულება რა არის, 7-ზე მეტი ლაპიდალური წარწერა არსებობს ბოლნისის სიონზე, რომელიც უთყუარად ამტკიცებს, რომ ჩვენი იდენტობა ეს. მოდი, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რადგან ვეფხისტყაოსანი და შოთა რუსთაველი ვახსენოთ, ცურტავიც უნდა ვახსენოთ, ქართული ლიტერატურის გვირგვინი სწორედ ამ სახელს უკავშირდება და აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ და მინდა გთხოვოთ, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ გამოჩნდა მავზოლეუმები და გამოჩნდა გერმანული ეგრეთ წოდებული კირხეები. აი გასაგებია რომ თქვენ შეისწავლეთ ქართული ისტორიული ძეგლები და 80% ამ რეგიონში არის ქართული, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ისტორიას, მაგრამ მოდით გითხარით უცხოური ძეგლების შესწავლა როგორ ხდებოდა, იგივე მავზოლეუმების, იგივე თქვათ გერმანული კულტურული მემკვიდრეობის. დიდი მადლობა გიორგი ამ შეკითხვისთვის. აი ნახეთ, სწორედ აქ ჩვენ არ დავაკონკრეტეთ, რომ ეს არის მართლმადიდებლური ეკლესია მონასტრები, არამედ ზოგადად ეკლესია მონასტრები. აქ შედის ის გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც რესტავრაციას საჭიროებს და მიმდინარეობს ახლა მუშაობა მუნიციპალიტეტსა და გერმანულ ფონდებს შორის, რომ ეს კირხე აღდგეს ისეთი სახით, როგორც იყო, ფუნქციურად ეს უკვე გამორიცხული იქნება, იმიტომ რომ არც ერთი გერმანელი ბოლნისში არ ცხოვრობს და არც ლუთერანი, მაგრამ ეს ისტორიული ძეგლი ბუნებრივია შენარჩუნებული და იქ აბრებიც არის გაკეთებული მიმართულებებით. ამ ისტორიული პერიოდიდან გამომდინარე და ამ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ბუნებრივია სწორედაც რომ ჩვენ ბოლნისში მრავალფეროვნებას გავუსვით ხაზი და აღწერეთ მეჩეთებიც, აღწერეთ მავზოლეუმები. მავზოლეუმები ზოგადად ძალიან ცნობილი არის და მათ შორის ბოლნისის გზატკეცილზე როგორც კი მოდიხართ, იქვე ჭაპალას მიმდებარე ტერიტორიაზე ხელმარჯვნივ გზიდან სადღაც 5 მეტრში არის ერთ-ერთი პირველი უნიკალური ძეგლი მე-18-19 საუკუნის მავზოლეუმი, როგორც ჩანს, მაშინდელი დიდებული აზერბაიჯანული ტომის წარმომადგენელი, რომელიც ცხოვრობდა, მისი მავზოლეუმებია. ეს მავზოლეუმები არ გვხვდება მარტო ერთ ადგილზე, რამდენიმე ადგილზე და აქვე მინდა აღვნიშნო, როგორც გითხარით, ნაეკლესიარი და ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაც იგივე სამაროვნები, ამიტომაც გავუსვით ამას ჩვენ ხაზი და ეს ინტეგრაცია ფაქტობრივად ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხური და გერმანული დღემდე მტკიცეთ არის შენარჩუნებული. მრავალფეროვნება და სიძველე, ორი მთავარი ხიდლი. და ბოლოს ერთი კითხვაც გვინდა რომ კითხოთ მოკლედ თუ შეიძლება ჩვენ სიამოვნებით წარწერები ჩეტანილი გაქვთ, აი რამდენიმე ასე ვთქვათ ფრესკა არის, აი ყველაზე ნათლად აი აქ ჩანს, დიახ. და აი ამ წარწერებზეც რომ გითხრათ თუ შეიძლება, აი კულტურული მნიშვნელობა რა თქმა უნდა ამ წარწერების რომელიც ციგნი გამოიცემოდა, რამდენიმე ფაქტობრივად ჩარშან გამოიცა ბატონ თამაზ გოგოლაძის არაჩვეულებრივი ციგნი, სწორედ აი ამ ლაპიდალურ წარწერებზე და შესულია ბოლნისის ეს ლაპიდალური წარწერები. ამაზე მე ბევრს არ გავჩერდებ, უბრალოდ ეს არის ისტორიული წყარო, რომ ნამდვილად ქართულ, ნამდვილად ქრისტიანულ ხუროთმოძღვრების ძეგლს წარმოადგენდა და ბუნებრივია იქ არის აღნიშნული, მათ შორის არა როგორც მართლმადიდებლური ეკლესია მონასტრებზე, ასევე ციხეებზეც, აი თამაზ ყაით-მაზაშვილის მე-16 საუკუნის დიდებულის ციხეზე პირდაპირ არის წარწერა, რომ ნამდვილად ეს საგვარეულო ციხე იყო და ეს ჩვენ ვარაუდს გვაძლევს იმის, რომ ნამდვილად მე-16 საუკუნის ციხე არის. კოშკი არის. მე მინდა ვთქვა, რომ იშვიათია ბოლნისისთვის კოშკი და ნუ გვაქვს ეს შენახული და ამორჩენილი. მოგეთ, ძალიან დიდი მადლობა. ეკო მოდის ცურტავის გადასაღებად, შენ კიდე რამდენიმე კიანეთი გაქვს შერჩეული და მე ხიდების გადასაღებად. თავარია სითბო დაგვიბრუნდეს მალე და მოვდივართ. სულ რამდენიმე წამით ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ციგნის გამოცემაში, ბატონ გოგი მეშველიანს, ბატონ დავით შერაზადიშვილს, ბუბა
გობეჯიშვილს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, რომელთა გარეშე ფაქტობრივად ვერაფერს ვერ შევძლებდით. და მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ამ შესანიშნავი გამოცემისათვის. საერთოდ